სამსახური მჭირდებოდა და სადაც მიჩვეული ვიყავი მუშაობას იქ მიდოდა გამეგრძელებინა, ის იყო ჩემი თემა, რადგან 6 წელიწადია მე თარჯიმანი ვარ და წელიწადნახევრის განმავლობაში მოვიდა 2024 წლის 6 სექტემბრიდან ქალბატონი სალომე. მე ბოლოს უკვე ძალიან ბევრი ინფორმაცია მქონდა იმის შესახებ, რომ მე თანხას არ გადაგვიხდიდა. მაგრამ ჩემთვის იყო თავიდან დასაწყისიდან ვიტყვი სიმართლეს, რომ იყო ძალიან კარგი პიროვნება, თანხასთანაც არ მქონდა პრობლემა, არც მეგობრობას და უკვე რაღაც გარკვეული რაღაცია შემთხვევის გამო იმიტომ ვერ გამოცხადდი. ერთი წლის განმავლობაში ვერ მოგესალმებით, დათმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ახლა ვართ ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ეზოში შესასვლელთან, სადაც შეიკრიბნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დასაქმებული თარჯიმნები. მათ აქვთ პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ დარღვეულია მათი შრომითი უფლებები, მათ არ აძლევენ ხელფასებს. საუბარია იმ კომპანიაზე, იმ კონკრეტულ შეპესაზე, რომელსაც მოიგო შუსუს ტენდერი სათარჯიმნო მომსახურებაზე, საუბარია მომსახურებაზე, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ტარდება დაკითხვა ან გამოკითხვა და ამ დროს საჭიროა თარჯიმნის ჩართვა კონკრეტულ საგამოძიებო პროცედურაში. ამ დროს არიან ჩართული ეს თარჯიმნები, ამბობენ რომ კიდევ უფრო მეტია ეს თარჯიმანი, რომელიც აზარალებულია ამ მოქმედების შედეგად, ანუ ამ მომსახურების შედეგად და ამიტომაც ისინი ეხლა მოვიდნენ დღეს შუსუში, რომ შეხვედრდნენ რომელიმე ხელმძღვანელ პირს და მოეთხროთ ამ საკუთარი პრობლემების შესახებ. ისინი ამბობენ ასევე იმას, რომ წლებია უკვე ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ ამ დრომდე არანაირი რეაგირება ამ კუთხით არ მომხდარა. მათ უკვე მიმართეს ასევე პროკურატურას, რომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩარიცხული აქვს რეალურად თანხები თარჯიმნის მომსახურებაზე, მაშინ უნდა დაიწყოს გამოძიება და აგოს პასუხი იმ კომპანიამ, რომელიც არ ურიცხავს თანხებს დასაქმებულ თარჯიმნებს. ეხლა ერთ-ერთი თარჯიმანი ურეკავს 112-ს და ეს გაწყვეტილება მან მიიღო მას შემდეგ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროში თარჯიმნებს დღეს არავინ არ შეხვდა, მათ უთხრეს, რომ არ არის რომელიმე ხელმძღვანელი პირი, რომელიც მათ გაესაუბრებოდა. მოდი გავისაუბრებით თავად თარჯიმნებს, რომ მათგან გავიგო უფრო მეტი ამ პრობლემის შესახებ. მოგესალმებით, ვინ რო გაგესაუბრებთ ჩვენს პირდაპირ მოგვიყევით თქვენ შესახებ, თქვენ რომელ ენაზე მუშაობთ და რამდენი წელია რაც მუშაობთ? ხულიანის თარჯიმანი და ქალბატონ სალომესთან დაახლოებით 2 წელი ვიმუშავე. ეს სალომე ვინ არის, რომ განუმარტოთ ეს არის ქალბატონი, რომელიც არის სუპროსო ინტელექტის მფლობელი, რომელიც ასე ვთქვათ, გაიმარჯვა ეგრეთ წოდებულ ტენდერში. ანუ მას აქვს სათარჯიმნო მომსახურება. კი ბატონო, სათარჯიმნო მომსახურებას. თქვენ მუშაობთ შუსუსში? კრიმინალური დეპარტამენტში ასე ვთქვათ. ან როცა ტარდება გამოკითხვები, დაკითხვები, აკავებენ ვინმეს, ამ დროს ხართ თქვენ ჩართული? უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს უფლება დაკითხვის დროს იყოლიოს შესაბამისი ენის წარმომადგენელი აღიქვამს, რადგან მან ჩვენი ენა არ იცის, აქედან გამომდინარე, კანონის მიხედვით დაკავება იქნება ჩვეულებრივი ჩვენების მიცემა იქნება თუ ასე შემდეგ პროცედურები, ის ანუ თავისუფლად უფლება აქვს, რომ გვერდით ყავდეს თარჯიმანი მის ენაზე მოსაუბრს. და თქვენ ჩართული ხართ ამ დროს ამ პროცედურაში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ალბათ მათ შორის ღამითაც გიწევთ მუშაობა, ხო? ღამითაც ძალიან ბევრი გამოძახებებია სხვადასხვა ენაზე, მე კონკრეტულად თურქულენის თარჯიმანი გახლავარ და ძალიან ბევრი შემთხვევებია. ძალიან ბევრი, მაგრამ ქალბატონ სალომეს პრობლემა აქვს ჩვენთან, ჩვენი ნამუშევრის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. რამდენი ხანი არ მიგიღიათ ანაზღაურება? მე ამ თანხის გადახდის გამო მოგვივიდა ძალიან დიდი კამათი, მან მომაყენა ძალიან დიდი სიტყვიერი შეურაცხყოფა, გამლანძღა პირდაპირ მნიშვნელობით ძალიან ცუდი სიტყვებით, მითხრა რომ სადაც მინდოდა იქ წავსულიყავი და მეჩივლა, ვერაფერს ვერ დამუშავებდი მას, ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდი და ვერ ვეღირსებოდი ჭალებში ჩემს ეგრეთ წოდებულ ნამუშევრებს. რამდენია ეს ნამუშევარი? რაც მახსოვს, დაახლოებით არის 1500 ლარამდე, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი ოქმია, რომელიც ძალიან ბევრი მიზეზის თავისი ან თქმით, რომ იყო არასწორად შევსებული, რომ რომელიღაცაგან ყოფილება მას ეს ოქმი ფიზიკურად არ მიუტანა და ანუ ძალიან ბევრი მიზეზი ქონდა ყოველთვის. და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ის იყო, რომ კრიმინალური პოლიცია მას ჩვენს ნამუშევარს ანაზღაურება, ანუ რაც არის, იმას არ ურიცხავდა და აქედან გამომდინარე
არ მირიცხავსო ასე ამბობდა? პირდაპირ მნიშვნელობით კი. არ მირიცხავენ. მაგრამ თქვენ ეჭვი გაქვთ რომ მას ურიცხავდა თანხა შუსუსს და ის თავად არ გარძელდა თქვენამ თანხას, ხო? შუშუს მას ურიცხავდა ჩვენ სანაზღაურებას ერთ-ერთი ზუსტად, მაგრამ ქალბატონი სალომე იქცეოდა ანუ არაკეთილსინდისიერად და ჩვენ არ ვინაზღაურებდა ჩვენს შრომას. ეს სალომე რა გვარია? ცერცვად. სალომე ცერცვაცა, ხო? მაგრამ შუსუ ინფორმირებულია იცის ამის შესახებ. თქვენ ალბათ მოგიყოლიათ ამ დაკითხვა გამოკითხების დროს. საუბრებში ბევრჯერ გვითქვამს კი, მაგრამ ანუ 100% დარწმუნებულად ვერ გეტყვით რომ ეს ყველა თანამშრომელმა იცის. მაგრამ იცით ხელმძღვანელმა პირებმა თქვენ ასე მიმართეთ პროკურატურას, რომ დაწყებულიყო გამოძიება, ხო? თუ კი საქმე თანხის მითვისებლასთან გვაქვს. განცხადება, მაგრამ სხვა თარჯიმნებს მიმართული აქვს უკვე მაგრამ პროკურატურისთვის. ჩემი კოლეგები იყვნენ და ანუ ჯერ სრული შემადგენლობით დღეს ვერც მოვედით. ძალიან ბევრი ვართ, ვინც უკმაყოფილოა ქალბატონის სალომეთ. ხო, და გაქვთ რა ხელშეკრულება გაფორმებული ამ კომპანიასთან, ვისთანაც ვინც შეგიკვეთეთ ეს სათარჯიმნო მომსახურება. მხოლოდ სიტყვიერი. თავიდან იყო საუბარი რომ რადგან მე თბილისში ვარ, ამ ყველაფერს გავამზადებ. თქვენ ერთად შეკრებთ სადღაც და ამ ყველაფერს გავეცნობით, შევთანხმებით და ხელს მოაწერთ, მაგრამ ეს ყველაფერი სიტყვიერად დარჩება. ეს რამდენი თვე გრძელდება, რა პერიოდი გრძელდება? მე 2 წლის განმავლობაში ვიმუშავე მასთან ერთად, როგორც გითხარით და 2 წლის განმავლობაში სულ პრობლემა მქონდა. პირველი 2 თვე იყო, რომელიც უპრობლემოდ, ანუ ყველანაირი პრობლემის გარეშე ავიდა განსახურება. დანარჩენი ამ 2 წლის განმავლობაში მქონდა ეგრეთ წოდებული, ანუ კამათიც სრულდებოდა სულ. იყო განუსაზღვრელი გრაფიკი, ანუ მისთვის არ არსებობდა, ანუ აღნიშნა რომ ყველაზე დიდი 12 საათი მაქვს გატარებული განყოფილებაში. ამის ამ 12 საათი ზედიზედ იყავით მუდმივად განყოფილებაში, ხო? ეს რომ განყოფილებაში იყო? ძალიან ბევრი განყოფილება, ანუ ასე კონკრეტულად ერთის რო გითხრათ, ანუ ერთში 18 მაქვს, მეორეში 10 საათი გატარებული. როგორად ასე კონკრეტულად ერთში არ მიმუშავე. ამას თუ გინაზღაურებენ, იგივე ზეგანაკვეთურთ, რა ხარ თქვენ გიწევთ ამდენი საათი ზედიზედ მუშაობა. ეს არ თუ არ გათვალისწინებული თუ იცით თქვენ შუსუს ტენდერში, ანუ როცა შუსუ აცხადებს ტენდერს. ქალბატონის სალომე იმით არ შეწუხებულა, რომ ესე დეტალებში ჩვენთან დამჯდარიყო და განეხილა ეს. მაგრამ თქვენ ინფორმაცია გაქვთ, თუ სწობს თავად შუსუსუ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც იგებს ტენდერს, რომ მან დაიცვა შრომით უფლებები, იგივე ზეგანაკვეთურის, მაგრამ თქვენ ხელშეკრულებაც კი არ გაქვთ, ალბათ არ იცით ამის შესახებ. არა და მას არ შეუწუხებია თავი, რომ ესე კონკრეტულად ჩვენთვის ეს ყველაფერი აეხსნა და განეხილა ჩვენთან. იყო მხოლოდ სიტყვიერი თავიდან. მე როცა თავიდან მოვინდომეთ, ანუ განგვეხილა და მჯდარიყავით და გვესაუბრა ისე რომ ანუ ისიც რამე ხა დაკავებული ვარ, აქაც ბევრი საქმე ვქ, ანუ კონკრეტულად თბილის გულისხმობდა, რადგან ძირითადად იქა. ანუ სხვადასხვა მიზეზებით ასე ვთქვათ, ცდილობდა რომ გადაევადებინა ეს ყველაფერი. თქვენი სახელი და გვარი? ნინო ინასარიძე. ნინო ინასარიძე, მადლობა ქალბატონო ნინო. მოდი გავესაუბროთ სხვა თარჯიმნებს ასევე. მოდი თქვენ რომ მოგვიყვეთ ქალბატონო, რატომ მოხმედით შუსუსში, ეგრე გითხრათ, რა არის თქვენი მოთხოვნა? რის გამო გსურდა თქვენ შეხვედრა შუსუსში? არავინ არ შეხვდათ ჯერჯერობით. ჯერჯერობით არავინ არ შეხვდა, არ გამოდის არავინ კავშირზე. ჩემი მოთხოვნა არის ის დახარჯული დრო, რაც მე მისთვის დავხარჯე. მივატოვე ბავშვი მის გამოსაყოში 24 საათის მიწევდა მუშაობა და ბავშვი 7 წლის ბავშვი, რომელიც მარტო იყო ღამის საათებში და ვადევნებდი თვალყურს ვიდეოკამერებით, მიწევდა მისი მეთვალყურეობა. ის არასდროს არ ითვალისწინებდა იმ ფაქტს, რომ მე არავინ არ მყავდა ბავშვთან დამტოვებელი, იძულებული ვიყავი, უნდა მემუშავა. თუ არ გავიდოდი სამუშაოდ, ხელფას არ დაგირიცხავ და ესეთი მუქარებით. ბოლო ფაქტი, რამოდენიმეჯერ იყო ჩვენ შორის ესეთი შეკამათება, რომ მეც ადამიანი ვარ, მეც მყავს შვილი, რომელსაც უნდა მივხედო. არა ინტერესებდა იმას, არანაირი შენი ოჯახური პირობები, არაფერი გათვალისწინებული მას არ ქონდა. და ბოლო ინციდენტი მოხდა ისე, რომ მომიწია გადაბმულად მუშაობა და ვერ უპასუხე ზარს და ამის გამო მოხდა ჩვენ შორის სიტყვიური მომაყენა ისეთი, რომ აი შეეხო ჩემ პიროვნებას, შეეხო ჩემს დედობას და მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ შენახარ სამწუხაროა, რომ შენ შვილს და პირდაპირ ასახელებს ბავშვის სახელს და მეუბნება, რომ მე კი ვიცი შენ ღირსიც ახარ ჩემგან, მაგრამ ბავშვმა რა დააშავა, რომ ესეთი შეუგნებელი და წინ დაუხედავი დედა ყავს. აი ეს იყო მიზეზი, რამაც მე ბოლოს ეს ნაბიჯი გადამადგმევია და გადავწყვიტე, რომ საბოლოოდ ამ ადამიანს არ ეკუთვნის ისეთი მოპყრობა, როგორც ჩვენ ვეპყრობოდით და ვითვალისწინებდით იმას, რომ
ყველაფერი გადაგვედო გვერდზე და გაგვეწია მისთვის თანადგომა და ოღონდ ყოფილიყო და გვემუშავა და ემუშავა მასა. აურწმუნდი რომ ძალიან დიდი შეცდომა ჩამიგენია, რაც მე ამდენი ხანი ვითმია. მარტის თვიდან დაწყებული მას არა აქვს ჩემზე არანაირი ანაზღაურება გაწეული. ტრაფები ინდიანის 1 საათი წავედი პროკურატურაში. ან მარტი-აპრილი არ მიგიღიათ? მარტის დარჩენილი ხონდა. ვეუბნები რომ მე მჭირდება ეს თანხა. იცის რომ მაქვს ბანკის ვალი აღებული, მარტო ხელა დედა ვარ და ყველაფერი პასუხისმგებლობა მაქვს ჩემს თავზე აღებული. არანაირად მე შენ დაგირიცხე იმდენი რომ ბანკის ვალი უნდა გადაიხადო. ბანკის ვალის იქეთ მე თქვენთანაც არ არის გაფორმებული ხელშეკრულება? არანაირი ხელშეკრულება. რატომ არ მოითხოვეთ ისე რომ ხელშეკრულება რამდენჯერ მოვითხოვე და ყველაფერი მოგვარდება. მე გავაკეთებ საბუთებს და იქნება ხელშეკრულებაც. ჩვენ მუშაობ, მე პირადად წელიწად ნახევარი ვიმუშავე მასთან. თავიდან როგორც იყო შეთანხმება, რომ ყოველი თვის ბოლოს როგორც ირიცხება სახელმწიფო ხელფასები ისე დაგერიცხებათ თქვენ, ეს ყველაფერი იყო მხოლოდ სიტყვები. ვიწევდა წინა თვის ხელფასის აღება მეორე თვის ბოლოსთვის და ყოველთვის იყო ესეთი გადავადებული ხელფასები. და რეალურად თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? რეალურად რიცხავ და ამ თანხას შუსუსუ და ეს კომპანია აყოვნებდა ამ თანხების მოცემას თქვენთვის? კომპანიას აქვს ისეთი პრობლემა, რასაც ჩვენ ვერ ვიძიებთ და ვერ ვღებულობთ ინფორმაციას, რატო ხდება ამ თანხების შეკავება ჩვენზე. და დარწმუნებული ვარ და ბევრისგან ვიცი, რომ ყოველი თვის ბოლოს ირიცხება ეს თანხები სამინისტროები და მაგრამ ჩვენამდე არ აღწევს ეს. მაგრამ შუსუსუ მოახდინა თუ რა რაიმე რეაგირება, როცა მან გაიგო ამ პრობლემის შესახებ? ხო, მან უკვე დიდი ხანია იცის უკვე ამის შესახებ. არანაირი რეაგირება არავის არ მოხდა. პოლიციის თანამშრომლები ყველა მიცის ჩვენ რანაირი პირობებით გვიწევდა მუშაობა, ყველა მიცის რომ ჩვენ ხელფასებზე გქონდა პრობლემა, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი გვერდში დგომა ჩვენ მათგან არ გვიგვი. ვერ გაჩერდებოდა ისე რომ დღეს გადავწყვიტეთ რომ მოსულიყავით და რომელიმე უფროსთან შეხვედრას ვითხოვთ, ჩვენ მათთან არანაირი პრეტენზია არ აქვს. მაგრამ არავინ არ შეხვდა შუსუსუში. მაგრამ როცა ხვდებოდი თქვენ გაუმძიებლებს, ხელმძღვანელ პირებს და მათ იცოდნენ ამის შესახებ და ალბათ ეტყოდით ხო ამის შესახებ, მათ რა რეაქცია, იმიტომ რომ ისინი ვალდებული არიან კანონის წინაშე და დაიწყონ რეაგირება და დაიწყონ გამოძიება. თუ კი თანხის მითვისებასთან გვაქვს საქმე და იგროვა უფლებები. თარჯიმნების რაოდენობაც არ აყავს იმდენი რომ აჭარას მან გაუწიოს სრულად მომსახურება და ყოველთვის გვიწევდა ერთი საქმიდან მეორეზე, მეორე საქმიდან მესამეზე გადასვლა, ეს იყო ჩვენთვის აი ენით აუღწერელი. ან გადებულად რამდენიმე საათი ზედზე. ყოფილა ისე რომ 48 საათიც მიმუშავია და მეტიც მიმუშავია, ისე რომ სახლშიდაც ვერ მივსულა. დაბრო ზეგანაკვეთური ხელფასი არ არის. არანაირი. არის გათვალისწინებული თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება თავად შუსუსუს მიერ, ანუ როცა ეს ტენდერს აცხადებს. ეს ამ პირობებს თხოვს თუ არა ის ამ კომპანიას, ვინც უწევს მას სათარჯიმნო მომსახურებობას. თქვენ წარმოიდგინეთ, ისე ვიმუშავე წელიწად ნახევარი, მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი, შრომის კოდექსით, ღამის საათებში როცა არის მუშაობა, სადაც არ უნდა იყოს, იქ არის დანამატები. ჩვენ ეს დაპარაკია შუსუსუზე, ხო, რომელიც არის სამართალდამცავი ორგანო. დაეძებდა აენაზღაურებია ის თანხა, რაც ჩვენ რეალურად გვეკუთვნოდა. და გარდა ამისა თქვენ მიმართეთ პროკურატურაზე დაწყებული იყო გამოძიება, მაგრამ არ დაიწყო ეს გამოძიება. დაწყება დავწერეთ პროკურატურაში, კიდე ძალიან ბევრი დააფიქსირებს ჩვენთან ერთად ფაქტს. არიან ჩვენს გვერდით ისეთი პიროვნებები, რომლებსაც ემუქრება და ვერ ბედავენ ისინი მოსვლას. ეუბნება რომ გაგაძევებთ ქვეყნიდან და იძულებულები არიან რომ გაჩერდნენ იმის გამო რომ თქვენ ახლა შეწყვიტეთ თანამშრომლობა ამ კომპანიასთან. მე შეწყვეტილი მაქვს, უკვე არის მესამე დღე, მეოთხე დღე დაიწყო. აღარ მუშაობ. შეწყვიტე თანამშრომლობა, ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე მაგ პიროვნებასთან. რამდენ თარჯიმას ეხება ახლა ეს პრობლემა, რამდენი სულ მთლიანობაში, რაც მე მოვიძიე ამ დრომდე ის შეკრებაც მოვახდინე, ეს არის 11 ადამიანი ვართ. 11 ადამიანი. არის კიდე სხვა კომპანიები, რომლებიც ასევე უწევენ სათარჯიმნო მომსახურებას შუსუსუს. როგორ არა, მოვიდეს ვინმე ადამიანი, რომელიც აიღებს ყველაფერ პასუხისმგებლობას თავის თავზე და ისე გაუწევს ანაზღაურება იქნება თუ მომსახურება იქნება. არა, დღეს თუ არის კიდე რომელიმე სხვა კომპანია, რომელიც უწევს სათარჯიმნო მომსახურებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანუ აჭარის პოლიციის დეპარტამენტს. ერთი არის მხოლოდ. კი. მაგრამ მოვიდეს არის კომპანია ხო, რომელშიც თქვენ მუშაობთ. ეს ერთი და არის კიდე მეორე სათარჯიმნო
რომელიც ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ამ კრიმინალურს ემსახურება თვითონ სალომე ცერცოვის ინტელექტ-მარკეტი. მადლობა, თქვენი სახელი და გვარი. თეა გოფაძე. დიდი მადლობა თავბრატანო თეა. მოდი ბატონო, თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ ასე ბოდიში. მოგვიყევით თქვენი მოთხოვნის შესახებ, რატომ მოხვედით დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მოდი აქეთ რომ დადგეთ ბოდიში. თქვენ ხართ რუსული ენის თარჯიმანი, როგორც ვთქვი, ხო? რამდენი ხანია რაც მუშაობთ და შუსუსუში თარჯიმნად? დაახლოებით 1 წელია, ხო? და რამდენი ხანი არ აგიღიათ ხელფასი? არა მოდია, ერთი 3-4 წელი რასულია. და არ არის ოდესო არ არის დაურიცხიათო, ფული არ მოსულაო, არასწორი ისინიაო, გასასწორებელიაო, ფაცრატლელია, ძალმევი რაღაცეები, მარტო თქვენ ხართო და თელი ამოვიდა, მაგით გარშე დროს წერათ რა. ხო. თქვენც გაქვთ ინფორმაცია რომ ჩარიცხული აქვს ეს თანხა რეალურად? ჩარიცხული აღებული ძეგლი და უკვე დაღარჯული ძეგლი უკვე მითვისებული აქვს. რატომ ხარ დარწმუნებული ეს ამბავში? შეიძლება თქვენ არ გქონდეს ჩარიცხული, არ უშვებთ ამას? რატო არ ეგეთას, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის დროზე რიცხავს და თანამშრომლები ყველა ღებულობენ ფულებს და ჩვენ იგივე თანამშრომლებით გამოვდივართ ხომ აქტიურად და ეგეთი ღებულები რა ჩვენი სხვა არ არის მითვისებული. ეს თემა რა. ხო. რას ნიშნავს ახლა ეს ამბავი რომ არავინ არ შეხვდა დღეს პრაქტიკულად შინაგან საქმეთა სამინისტროში? ეს ნიშნავს იმას რომ გავლენას აქვს ეს ადამიანი რაღაც მეთოდებით რომელიც რომ ჩვენამდე გარკვეულ ხალხთან არა არის. ურთიერთობა და პირისპირ ჩვენ მოვედით თავისუფლად მოვედით არანაირი ჭხუბი ყიამეთის გარეშე პროსი გვაინტერესებს სამართალი და სამართალი გვაინტერესებს ისე იმას რომ მივიღოთ ყველა ჩვენი განსაზღვრებული მუშაობის გული რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. ამას ხარ შუსუსუს თარჯიმანი, შუსუსუში დასაქმებულ პირად ითვლებით ფაქტობრივად, ხო? იმიტომ რომ შუსუსუს მომსახურებას უწევთ და რაც არის კანონით სავალდებულო მომსახურება, ასევე თავი შუსუსუსთვის. მომსახურება და არაერთხელ გავსულვარ სამართლოებშიც, არაერთხელ გავსულვარ საზღვაო გამოჟღებზეც და ყველანაირად და ადამიანები არანაირი დამილაგებია, გამიკეთებია ჩემი საქმე 100%-ზე ციხეზე დავსულვარ, კაფეზე შევსულვარ და ყველანაირი დროები გამიკეთებია, იმიტომ რომ ანუ გამოდის რომ არ ახდენს რეაგირება შუსუსუ ამ რეაგირებაზე, მათ შორის როცა შუსუსში დასაქმებულ თარჯიმანს ეხება საქმე. იმიტომ რომ თქვენ როგორც აღწერთ ახლა პირველად ირიღობა თქვენ უფლებით და თან ეს არ არის ახალი შემთხვევა ხო გუშინდელიან გუშინწინანდელი ამბავი 20 ადამიანები რო ხო ეს გრძელდება პერიოდულად ეხება რამდენიმე ადამიანს ყველა ლაპარაკობ ზეგანაკოთრუ შრომაზე თან მუდმივად გიწევთ ხო ზაგარი არის ზეწოლა მუხარები ანუ ქალბატონის მიმართ ზეწოლა მუხარები ემუქრება ამ ადამიანებს რომ ხმას ამოიღებ გაქრო ხმას ამოიღებ დაგძირავ ანუ ვერ იცხოვრებ აქა ეს დამსაქმებელი ხო რომელიცაც აქვს შესყიდული სათარჯიმნო მომსახურება იმიტომ ვერ გამოდის ეს ადამიანები რომ არაწყობან კონფლიქტი არაწყობან რაღაც პრობლემები შექმნა და არ იყოს შეზღუდულები და ანუ ვიწყებენ ხალხი იმ თანხებს რომელიც კანონით ერგება ანუ და ეს არის რომ ზეწოლის ქვეშ ადამიანი არსებობს უკვე ის ყველაფერზე დამსწრებია თავისი ოჯახი იყო დაცული და ანუ არ უნდა რომ კონფლიქტში გაეხოს რა ეს თემა. ანუ იცი გაქვთ რომ ფარველობენ ამ კომპანიას. ბევრი ხალხი ფარველობს, ბევრი დაუსახელებია მაგალბატონს რომ ეს ყავს და ასე ვიზა. ვინ მაგალითად შეგიძლიათ გითხრათ? და მას ვერ ვიტყვი რა, შეიძლება. იმიტომ მისია ფორმა. მაგრამ თქვენ არა მაგით ვინმე ვერ შემაშინებს, მე თავარია მართალი ვიყო და ჩემი სიმართლე გავიტანო ჩემი თავი. მე არც დეპორტის მეშინია, არც დამოგრების მეშინია. აი პროცესი იმას რომ სამართალი ყველგანზე იმობს და ყველგან მოიგებს და მივახცეთ ჩვენი იმას რომ ავიღოთ ჩვენი ნამუშევარი დაოფლარი რო ვიტყვიან თქვენ რა პასუხები მიგიღიათ შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვენ გამოძიებლისგან ხელმძღვანელი პირისგან როცა მათ გაიგეს ამ პრობლემის შესახებ რომ თქვენ არ გიხდიან შრომის ანაზღაურებას ვერ იღებთ ხელფასს ან იმას იზახილა ჩვენაც ვართ ისეთ პირობებში რომ ჩვენაც დავიღალეთ რომ მაგალბატონიდან რამოდენიმე განყოფილებებიც ყვა დღესაც მაგალითად გადის დროები რომ ვეკავს რამოდენიმე განყოფილება რომ ჭირდება მეგობრულად ძმურად გამოდი დაგვეხმარე და ჩვენ დღეიდან კიდევ მივდივარ და ანუ კიდევ ვეხმარებით იმ განყოფილებებს უფასოდ რომ თავარია განყოფილება არ გაჩერდეს და შეასრულოს მათი მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშია ძირითადი ინსტრუმენტი რომ მოახდინოს რეაგირება ხო თან მithumedes პასუხი აგებინოს ეს მოვედი და გერ შინაგან საქმეთა თუ თანხის მითვისებასთან და რაღაც არასწორ გამოყენებასთან გვაქვს საქმე ხალხიო ანუ დღეს ამ 10 საათი და 11 საათამდე ვიყავი არანაირი უფროსობა არ არის ანუ არ უნდები რომ ჩვენ დაგეხდეს და არ უნდები რომ ჩვენ გავუსწრებთ
უნდებიან რომ ჯერ გაარკვიოთ სალომესა და ალაგო რომ იმის მიხედვით ჩვენ შეხვედრა მოახდინოს. მე ასე მგონია. ანუ გამოდის რომ თქვენ ყოველთვის ღია შინაგან საქმეთა სამინისტროს კარ როცა საქმეს ეხება ანუ როცა მოდიხარ როგორც თარჯიმანი ვიცნობენ სახეზე და ღამეების გატარებაც გიწევთ ხო? ყველაფერი მაგრამ როცა მაგრამ დღეს არ მიგიღეს როცა გინდოს ლაპარაკი პრობლემაზე. უკვე აღარ უნდებიან იმის გამო რომ ჩვენ არ ვართ ის დონის ხალხი, ჩვენ ვარ უბრალოდ გლეხი ხალხი ახლა და თანამდებობები და იგივე დონეს ხო იცი ახლა სხვაია. ანუ მე ასე ვფიქრობ რომ არასწორი საქციელებია, ამიტომ უნდა მეეღოთ, უნდა ვალდებული იყვნენ მეეღოთ ჩვენ და ეკითხათ უნდა ჩვენთან რა მოხდებოდა. ამიტომ მე ჩვენ ხალხი ვართ ქართველები, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და გვინდა იყოს წესრიგი, იყოს სიმშვიდე და ჩვენ ამის გამო მუშაობ და ვეხმარებით რომ და რა გამოდის ახლა რა სარგო? გამოდის რომ დაუფასებელი გამოვიდა და მე ასე მგონია უყურადღებოდა ხდია ჩვენს მიმართ გამოიჩინეს უყურადღებობა. მე ასე ვფიქრობ. გარდა თქვენ მიმართეთ პროკურატურას როგორც ვიცი, ხო რამდენიმე დღის წინ, რომ დაიწყოს გამოძიება, თუ კი თქვათ ეს კონკრეტული კომპანია, ეს კონკრეტული ორგანიზაცია ითვისებს ამ თანხას ან რაღაცა სხვა მოქმედებასთან მოყოლ საქმე. რის გამოც თქვენ ვერ იღებთ შრომის ანაზღაურებას, ხო? მაგრამ მიიღეთ ამ პროკურატურისგან ამ გამოხმაურება, გამოგკითხეს. ორი დღით შევიტანეთ უკან, და ველოდებით პასუხებს, მაგრამ მათი განხილვის დროები აქვს. და ჩვენ გონიათ რომ დაგვირეკავენ და მას ყურადღებას მივახცევთ. ამირობებში. კარგი, თქვენი სახელი და გვარი? ზვიად მამულაძე რუსული ენის თარჯიმანი. ხო? კარგი, მადლობა თამისვიად. მოგეთ ასეთია კიდევ ერთი თარჯიმნის პოზიცია, რომელიც დღეს მოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. დღეს რამდენიმე თარჯიმანი მოვიდა. აქ მოდი კაპიტან თვარისას მოვისმენთ. ასევე გამარჯობა კაპიტან თვარის. მოგვიყევით მოგეთ თქვენს შესახებ, თქვენ რომელ ენაზე მუშაობთ და რამდენი ხანია მუშაობთ იმ კომპანიაში, ვისთანაც გაქვთ დღეს ეს პრეტენზია, რომ ვერ აიღეთ შრომის ანაზღაურება. მე მთლიანობაში მუშაობ 6 წლის განმავლობაში, მაგრამ ბოლო წელიწადი ნახევრის განმავლობაში 2024 წლის 6 სექტემბრიდან შემოვიდა ქალბატონი სალომე. მე ვთხოვე მას, რომ დამეწყო მასთან მუშაობა და თანამშრომლობა, თხოვნითაც გაითვალისწინა. ანუ ესე რომ ვთქვა, საფუძველი ფაქტიურად მაგას მე გავუკეთე. იმიტომ რომ ყველა აბსოლუტურად ყველა თითქმის ნაყოფიერებაში მე მივყვებოდი და გაიცნო ყველა ჩემი დახმარება. მაგის შემდეგ იყო ჩემთვის ძალიან კარგი პიროვნება, გააგრძელა ურთიერთობა. თქვენ მანამდეც მუშაობდით შინაგან საქმეთა სამინისტროში როგორც თარჯიმანი? ანუ სხვა კომპანიაში, სხვა ბიუროში. სხვა ბიუროსთან. მე რაღაცა მოხდა გაურკვევლობები, ანუ იქ რატო შეჭრა, არ ვიცი, შიგა სამზარეულო ჩემი საქმე არა და მე არ ვიცი. უბრალოდ იმ წუთებისთვის არ იყო ჩვენთან სხვა სამუშაო. მე მინდოდა ჩემთვის მიჩვეული იყო, ძალიან კარგად გრძნობდი თავს, დაცულად გრძნობდი. ანუ თვითონ თანამშრომლებისგან ვიყავი ძალიან კარგ პირობებში, ძალიან კარგად პატივსაცემად არავისგან არ 6 წლის განმავლობაში, არც დაზარალებულისგან, არც ბიუროებისგან, არც ესე ვთქვათ, არც ერთი პოლიციის თანამშრომლისგან, არც უფრობისგან. ძალიან დიდი, უაღრესად დიდი პატივს ვცემ, ვარ მაგათი უდიდესი პატივის მცემელი, იმიტომ რომ ჩემთვის იყვნენ ყველანი ძალიან კარგი ადამიანები. მაგრამ შემდეგ გააგრძელა ესე თბილისის მეგობრული მოქცევა გააგრძელა მაგან ქალბატონმა სალომემ გააგრძელა იქ დაახლოებით 29 სექტემბერს. 29 სექტემბრის მერე ძალიან საჩუქრებიც გამომიგზავნა დაბადებისთვის, ბევრი კაი რაღაცებიც გააკეთა, მაგრამ ეს მასაწყობდა, იმიტომ რომ სულ მოუთმენლად რასაც თქვია. პრობლემის შესახებ რო გითხრათ, ხო უშუალოდ, როდის შეიკრა პრობლემა. ხო, აი მოკლედ გეტყვი, უბრალოდ ვირივით გამუშავებდა. ან რას გულისხმობთ ამაში, რომ ვირივით გამუშავებდა? 24 საათ დასვენებას არ გვაძლევდა. გვეძინა რატო გძინავს და არ პასუხობსო. რომ მივედი 24 საათის ნამუშევარი არ დამეძინა დაღლისზე სახში რაღაც გავაკეთე, რატო არ დაიძინეო და უცებ რატო მიპასუხეო. ისა რა ქვია, უზრდელი ხარო, მათხოვარი ხარო, რომ არ გამოვცხადდებოდი თქვენო, რომ არავისთვის საქმე არასდროს არ გამიქუჭებია 6 წლის განმავლობაში, შენ ჩემს საგამოძიებო მოქმედებას ხელი შეუშო ჩამიშალეო რა, შენი არ გამოცხადებითო, როცა არ პასუხობდი. იყო ისეთი რაღაცა, რომ გააგრძელა ქალბატონმა სალომემ ესეთი საუბრები, ესეთი მოქმედებები. თქვენც არ ქონდათ ხელშეკრულება ამ კომპანიაში? არავის არ ქონდა, არავის ხელშეკრულება, ვინც მუშაობდით არანაირ თარჯმანს არ. რატომ არ ქონდათ ხელშეკრულება? არ ვიცი, ეგ მათი გადასაწყვეტია. უბრალოდ არ ხო ზეპირის შეთანხმება ქონდა. ზეპირის შეთანხმება, მაგრამ რის საფუძველზე მაიძულებდა რომ მე მუშავა, თუ კი მე იმ დღეს ვიყავი ცუდადი და არ შემეძლო და აი ესეთი რაღაცები ძალიან მაინტერესებს. მაგის შემდეგ მოხდა ესეთი რაღაცა. გაგრძელდა ეს დრო რაღაცა, მე რომ რადგან სამუშაო მჭირდებოდა, ან მქონდა მაგ დროსთვის სხვა სამუშაო, გავაგრძელე მუშაობა. თანხასთან პრობლემას არ მიქმნია. უბრალოდ იყო ლანძღვის მომენტი და გრძელდებოდა. არასდროს ეხა ტყუილს ნამდვილად ვერავის ვერ დავაბრალებ. შემდეგ უკვე
ეს რომ ჩხუბებით დაიწყო რაღაც კამათები კიდე ვითმენდი ანუ უაზრო კამათებს, უაზრო ჩხუბებს, უაზრო ლანცხვას, მაგრამ უკვე დეკემბრის ბოლოს და დასაწყისშივე დამავიწყდა. მინდა აღვნიშნო რომ თანამშრომლობა როცა დავიწყე, მქონდა ვიდეოები არსებობს იმისა, რომ სათარჯიმნო ბიურო, სადაც მუშაობდა თბილისის ტერიტორიაზე, არის რამოდენიმე თარჯიმნები, არსებობს ეს ვიდეო YouTube-ზეც არის, მგონი თუ არ ვცდები Google-შიც დევს, რომ ესა ქალბატონ თარჯიმანს, ქალბატონ სალომე თარჯიმნებს თანხას არ უხდიდა. ანაზღაურებას არ უნაზღაურებ. მიუხედავად თბილისის შემთხვევაში, ხო? ეხლა სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს საშუალება მოვისურვოთ ქალბატონის სალომეს პოზიცია, ჩვენ მას დაუკავშირდებით აუცილებლად ამ ლაივის ასრულების შემდეგ და გავიგებ მისი პოზიციის შესახებაც, ხო? მაგრამ თქვენ რაც ორა პროფესორ თორია რეაგირება რა მოყვა ამას? გაიგო რეაგირება ამას გეტყვით, რომ გადაუგზავნე ვიდეო, რომ ესეთი ხელფასებს არ იხდის მეთქი რა, ესეთი მაქვს და დაუჯერე მაგენსო, ეგ იყო ბიზნეს სახლიო, რომის ერთ-ერთი ნაწილი ვიყავით, ჩვენ გამოვეიყავით და ცალკე გრუპა ვართ და დავიწყეთ მუშაობა ცალკე თანამშრომლობაო და კაი მეთქი მე მიხდიდა თანხას და გავაგრძელე. უკვე როცა 2024 წლის დეკემბრის ბოლოა, ახსახატოთ ფული არა მაქვს, ახლა მილიონობით არა, მაგრამ 2400 ლარი მქონდა დაახლოებით ასახები. გაგრძელდა ისე რომ იანვრის შუა რიცხვებამდე 19 წლამდე იანვრამდე დეპარტამენტი ისვენებსო, აი ჩვენი შესყიდვების დეპარტამენტი და შესყიდვები, სადაც აღრიცხვა ტარდება, სადაც ჩვენი ოქმები უნდა შეემოწმებინათ და ჩაერიცხათ თანხა, სახელმწიფოს არ აქვს ანუ თანხა ჩამორიცხული, თქვენი ხელფასის ანგარიშწორება არ გაკეთებულა და ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ გადაგიხდითო. გაიწელა, მაგრამ ძალიან ცუდ დღეში ვიყავი და რადგან თან მუშაობდი ამასთანავე 24 საათის განმავლობაში და თანაც კიდე თანხას ვერ ვღებულობდა, ვიყავი ცუდ მდგომარეობაში. მე უკვე ძალიან ცოტა კაცრად მომივიდა, შევდიოდი ხელვაჩაურის სასამართლოზე რომ მოვთხოვე თანხა. და ცოტა რომ კაცრად რომ მომივიდა, მაგის შემდეგ 400 ლარი დამხვდა ანგარიშზე, რომ გამოვედი სასამართლო დავასრულე, გამოვდივარ და 400 ლარი დამხვდა ანგარიშზე. და რო დაურეკე, მეთქი მეტი მეკუთვნის, მთელი ის განმავლობაში, ანუ არ ვიცი რა ჩათვალა, რაც მაჩუქა თუ რაც ტაქსით გამიშვა თუ რაც ქნა, არ ვიცი რისთვის ჩათვალა, მაგრამ ეს უკვე ძალიან დეტალები რომ უნდა შეისწავლოს გამოძიება. თქვენ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მიცოდა ამ პრობლემის შესახებ, რომ თქვენ ვერ იღებდით შრომის ანაზღაურებას. თბილისში ვინ რაიცოდა ვერ გეტყვი. მაგრამ მაგ პოლიციის დეპარტამენტმა აჭარეს. ჩვენმა დეპარტამენტმა თუ როგორ ექცევა ჩვენს ხალხს და როგორ იქცევა ქალბატონი სალომე, მე ჯერ ამისა რომ არიციან. და თუ იცოდნენ და ისევ ამასთან ჩვენ ტანჯავდნენ და ჩვენ დაცვას არ აგრძელებდნენ, მადლობა მაგით. თქვენ არ გეთქვამთ პრობლემა გამომძიებელთან ან ხელმძღვანელ პირთან ამის შესახებ რომ აი ვერ იღებთ ანაზღაურებას. რაღაც იყო დრო სხვა თარჯიმნები ლაპარაკობენ, რომ იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენი შეშესენ. ამ სალომეს წინაშე, ამ სიტყვების წინაშე, ჩემის დახმარების მხრივ იმ მომენტებისათვის და რადგან თავიდან როცა მე მუშაობას თავი დავანებე ვიყავი მარტო, უძლური იყო ჩვენი რაყოფილებები ყველა და ნებისმიერი ადამიანი. ამიტომ მე თვითონ ვფიქრობდი ამაზე, რომ ესენი ვერაფერს ვით ვერ დამეხმარებოდნენ. ტენდერი ამათზე არ იყო დამოკიდებული და შევწყვიტე ურთიერთობა. გონი ხვდებიან, ხო ეხლა შსს-ში როგორც ხვდები? გამოვიდა შსს წარმომადგენელი და აპირებენ თქვენთან შეხვედრას. თქვენ ამ დღეს არ შეხვდათ ჯერჯერობით შსს-ში არავინ და შემდეგ დარეკეთ 112-ში, ხო? ბატონო და ველოდებით რეაგირებს. ან ითხოვთ რომ შეხვდეთ პირობები ხელმძღვანელ პირს შსს-ში და მოუყვეთ თქვენი პრობლემების შესახებ, ხო? კი ბატონო. თქვენ ვიმართოთ პროკურატურას რომ დაიწყოს გამოძიება ამ შემთხვევაზე? დიახ, მეც მივმართე. ერთ-ერთი დაზარალებული ვიყავი, რომელსაც ქალბატონმა სალომემ ფსიქოლოგიური დაავადება გამოჩინა. ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ტრეფიკინგის მსხვერპლივად. და მე ფულთან დაკავშირებით მაგასაც პრეტენზია არ მაქვს. მაქვს ის, რომ თუკი გამიკეთებენ ანგარიშს, ანუ სექტემბრიდან თებერვლის ბოლომდე შუა რიცხვებამდე აღრიცხვას, რომ თუ ნამდვილად მაქვს ან დავალიანება, ან მეკუთვნის კიდე, მაგრამ უფრო მეტად არა, მე მაქვს შეურაცხმყოფილი და უნდა მიმართოთ მაშინ და შსს-უ აქვს თავარი ორგანო, რომელიც უნდა ახდენოს რეაგირებას, მათ შორის ტრეფიკინგზე და ექსპლუატაციაზე, თუ კი ამასთან გვაქვს საქმე, ხო? თქვენი გვარი როგორ არის? მანაგაძე. თუ არისა მანაგაძე. დიდი მადლობა თქვენ. ხვდებიან რა გაირკვა შსს-ში? მოგეთ ჩვენ უსმენთ თარჯიმნებს, თქვენ უსმენთ თარჯიმნების პოზიციას, საუბარია იმ თარჯიმნებზე, რომლებიც მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში. ეს თარჯიმნები არიან ჩართული საგამოძიებო პროცედურებში, იგივე ბრალდებულის დაკავების დროს, ასევე გამოკითხვის დროს, დაკითხვის დროს, ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც ტარდება
გამოძიების დროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი რასაც ატარებს და ამ დროს საქმე ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ამ დროს ბუნებრივია კანონის სავალდებულო მოქმედებაა, რომ ჩაერთოს ამ პროცესში თარჯიმანი. და სწორედ ამ თარჯიმნებზე არის ლაპარაკი, ახლა რომ ეს მოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ითხოვეს შეხვედრა, როგორც გავიკითხე, შევიდა რამდენიმე თარჯიმანი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ეს მას შემდეგ მოხდა, როცა ჩვენ ჩავერთეთ Facebook Live და თარჯიმნებმა პირდაპირ ეთერში ილაპარაკეს საკუთარი პრობლემების შესახებ და ასევე თარჯიმნებმა დაარეკეს 112-ში და ითხოვეს რეაგირება, მას შემდეგ რაც მიიღეს აქ პასუხი, რომ მათ არავინ არ შეხვდება აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, რადგანაც არც ერთი ხელმძღვანელი პირი ადგილზე არ არის, ვინც მოусმენს თარჯიმნებს, საუბარი იმ თარჯიმნებზე, რომლებიც მუშაობენ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროში, კონკრეტულად აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, კონკრეტულ კომპანიაზეა საუბარი, რომელსაც აქვს მოგებული შუსის ტენდერი სათარჯიმნო მომსახურებაზე და სწორედ ამ კომპანიასთან აქვს პრეტენზია ამ თარჯიმნებს, მათ აქვს ეჭვი, რომ შუსი რეალურად რიცხავს თანხებს სათარჯიმნო მომსახურებაზე, მაგრამ მათ არ ეძლევათ ან დაგვიანებით აძლევენ შრომის ანაზღაურებას. აი ხა ორი თარჯიმანი შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში შეხვედრაზე. ნახოთ როგორ დასრულდება ეს შეხვედრა, ჩვენ მივადევნებთ თვალს ამ პრობლემას. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ თარჯიმნებმა რამდენიმე დღის წინ მიმართეს პროკურატურას იმ შემთხვევაში, თუ კი ის კონკრეტული კომპანია, რომელსაც აქვს მოგებული შუსის ტენდერი, უნდა მოხდეს გამოძიება, რატომ ხდება მათი შრომითი პირობების დარღვევა და ვერ იღებენ ისინი შრომის ანაზღაურებას. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ეს არ არის ახალი კომპანია ამ ბაზარზე, სათარჯიმნო მომსახურებების კუთხით, რამდენიმე წელია მუშაობს ამ ბაზარზეო, როგორც თარჯიმნებმა გვითხრეს და საინტერესო თუ კომპანია არ გვევს ამ შრომის პირობებს, მაგალითად ჩვენ გვითხრეს ახლა თარჯიმნებმა, რომ არც ერთ თარჯიმანს არ აქვს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ან შემთხვევაში მათ უწევთ ზეგანაკვეთური შრომა, ზედიზედ გადაბული რამდენიმე საათი მუშაობა, მათ შორის ღამის საათებში ან მთელი ღამე სრულად და ამ შემთხვევაში არანაირ ანაზღაურებას ისინი არ იღებენ. საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება, ითვალისწინებს თუ არა თავად შუსუსთან გაფორმებული ხელშეკრულება და ითხოვს არა თავად შუსუსი როგორც სამართალდამცავი ორგანო, რომელიც პირველ რიგში არის ვალდებული, რომ შეასრულოს კანონის ვალდებულებები, ეს შრომითი პირობები იყოს დაცული, მათ შორის იმ თარჯიმნების შემთხვევაში, რომლებიც მუშაობენ უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში. ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის, ესწრებოდეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G და net გაზეთი G, რომ მიიღოთ განახლებული და საინდო ინფორმაცია, მოგყურებისთვის დროებით.